მოგესალმებით. დაგიბრუნდით მორიგი ვიდეოთი და დღეს ვისაუბრებ წინანდალზე. სოფელი წინანდალი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ჭავჭავაძეების სამამულო მიწას. ჭავჭავაძეთა გვარი კახეთში მე-18 საუკუნეში გადმოსახლდა. აქ თავის სასახლეში ცხოვრობდა გარსევან ჭავჭავაძე, რომელიც მსახურობდა მეფე ერეკლე მეორის კარზე და საქართველოს სრულუფლებიან ელჩს წარმოადგენდა რუსეთში. მისი სასახლის შესახებ დღეისთვის მწირი ინფორმაცია არსებობს. ცნობილია, რომ სასახლე დღევანდელი ბაღის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა. გარსევან ჭავჭავაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში და 1783 წლის 24 ივლისს ხელი მოაწერა გეორგიევსკის ტრაქტატს. მეფე ერეკლე მას დიდი მამული უბოძა ცივ გომბორის მთიდან კავკასიონის მთების სამხრეთ კალთამდე. წინანდლის მამული მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს ალექსანდრე ჭავჭავაძეს ერგო. ალექსანდრე ჭავჭავაძე პეტერბურგში დაიბადა და საიმპერატორო კარზე იზრდებოდა. იგი იყო ეკატერინე მეორისა და ალექსანდრე პირველის ნათლული. ალექსანდრე ჭავჭავაძეს 4 შვილი, 14 შვილიშვილი და 31 შვილთაშვილი ჰყავდა. უფროსი ქალიშვილი ნინო ჭავჭავაძე ცნობილი რუსი დიპლომატისა და პოეტის ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე იყო. მეორე ეკატერინე ჭავჭავაძე სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის მეუღლე. ვაჟი დავითი რუსეთის საიმპერატორო სამხედრო სამსახურში გენერალ-მაიორი გახდა. მისი მეუღლე ანა ბაგრატიონი საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის შვილი იყო. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად საქართველოს ისტორიაში წინანდალში, ბოთლში ჩამოასხა ევროპული წესით დამზადებული ქართული ღვინო. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის.